თეორემა ბრუნდება პირდაპირ ეთერში. შაბათს ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა მორიგი კვლევა გამოაქვეყნა, შედეგები სასიამოვნო არც ერთ პოლიტიკური პარტიისთვის არ ყოფილა, თუმცა ყველაზე მტკივნეულად მაინც ხელისუფლებაში აღიქვეს. ნაციონალური მოძრაობის 1%-იანი უპირატესობა ქართული ოცნების კოალიციაში კვლავ კვლევის არასწორ მეთოდოლოგიას დააბრალეს, თუმცა რეიტინგების გამოქვეყნების დღესვე ეგრეთ წოდებული კასრების ვიდეოების გამოქვეყნება მეტყველებს, რომ სოლოლაკის ქედზე პრობლემის შესახებ გაიგეს და ტრადიციული გზით უპასუხეს. თბილისობის დღესასწაული თბილისელებისთვის უცნაურად დასრულდა კოლმეურნეობის მოედანზე. ხელისუფლების მხარდამჭერმა ჯგუფებმა ჩვენება მოაწყვეს, სადაც წამების ამსახველი კადრები დიდ ეკრანზე გაუშვეს. ამ კვლევის შედეგებზე ვისაუბრებთ გადაცემის მეორე ნაწილში. ჩვენი სტუმრებიანი ბატონი კობა თურმანიძე, CRRC-ის პრეზიდენტი, ეს არის ორგანიზაცია, რომელმაც ეს კვლევა ჩაატარა და გიგი თევზაძე, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი. მოგესალმებით ბატონებო. უღრმეს მადლობა, რომ ხართ ჩვენი სტუმრები. პირველ რიგში ბატონო კობა, თქვენგან დავიწყებ. ეს კვლევა იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ესეთი შოკის მომგვრელი კვლევა იყო, რაც ბოლო წლების მანძილზე გამოქვეყნებულა, იმიტომ რომ ნამდვილად არ ელოდა, ყველა ელოდა ალბათ რომ ხელისუფლების რეიტინგი მნიშვნელოვნად იქნებოდა შემცირებული, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის თუნდაც 1%-იან წინსწრებას რთულად თუ წარმოიდგენდა ვინმე ამ კვლევაში. რამ განაპირობა ეს ყველაფერი და რამდენად როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ქართული ოცნების რეიტინგის ასეთი სწრაფი კლება? ანუ 2012 წლიდან ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ, რომ ოცნების რეიტინგი იკლებდა რაღაც პერიოდულობით, მაგრამ მსგავსი ვარდნა, უცბად ამხელა ვარდნა არ ქონია არასდროს. დიდი მადლობა მოწვევისათვის პირველ რიგში. თავიდან პატარა დაზუსტებას გავაკეთებ 1%-იანი უპირატესობა არ არის სინამდვილეში უპირატესობა. ეს გახლავთ ცდომილებაზე უფრო მცირე განსხვავება, ცდომილება კვლევისა ზოგადად გახლავთ 3%, მაგრამ ამ კონკრეტული შეკითხვების ცდომილება ცოტა უფრო ნაკლებია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში 1%-ზე მეტი. ანუ ვერავინ ვერ იტყვის, რომ რომელიმე პირველ ადგილზეა ან მეორე ადგილზეა. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არის იმის სტუნება, რომ ვინმე პირველობა დაიჩემოს, რაც რეალობას არ შეესაბამება. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ამაზე პასუხი ალბათ ჩანს კვლევის მეორე ნაწილში, რომელიც სამწუხაროდ ისეთ ყურადღებას არ იქცევს ხოლმე, როგორც პოლიტიკური რეიტინგები. ეს მე გულისხმობ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და იმ წუხილებს, რომელიც მოსახლეობას გააჩნია. ესეც არ იყო ალბათ მოულოდნელი და არ იყო გასაკვირი, რომ ამ კვლევას დაადასტურა საკმაოდ რთული ეკონომიკური მდგომარეობა. ეს ეხება როგორც უმუშევრობას, ასევე შემოსავლებს, ხარჯებს, რასაც თითოეული შინამეურნეობა გასწევს და იმ საკითხებს, რასაც ისინი ელიან, რომ ხელისუფლება მოუგვარებს. ალბათ აქ უნდა ვეძებოთ პასუხები იმ კითხვაზე, თუ რატომ გაუუარეს და იმ მართველ გუნდს რეიტინგი, რომლის პასუხისმგებლობაცაა ამ საკითხების მოგვარება. გასაგებია ბატონო გიგი, თქვენ როგორ ფიქრობთ, რა იყო ბოლო 1 წლის მანძილზე მთავარ მიზეზის, რამაც ხელისუფლებას მსგავსი ვარდნა მისცა, ასე რომ ვთქვათ, რეიტინგის მიმართულებით? ჯერ პოლიტიკური დედის დღეს გილოცავთ ეს დღეს ისეთი. კი ბატონო, მეც გილოცავთ. დადგინდა როგორც იქნა, გვაქვს პოლიტიკური დედის დღე, განსხვავებით სხვა დღისაგან. ხელოვნურად დაფუძნებული დღის მაგივრად უკვე სულად ბუნებრივად ეს შესანიშნავად დაფუძნდა, დღეს მნიშვნელოვანი დღე არის. ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის, რა თქმა უნდა, რატომაც ეს პოლიტიკური დედის დღე დაფუძნდა დღეს, მაგრამ არის, რა თქმა უნდა, დაპირებების არ შესრულება. პრინციპში არის მის მენეჯმენტი ხელისუფლების, რომელსაც ყველა ხედავს. ეხლა ამასთანავე იყო და დღეს ჩაუვარეს ზუსტად იმას ბელიაშვილის ქუჩაზე ტომრებით დამაგრებული ესა საგზაო მაჩვენებელი. აი სრული ისეთია, მნიშვნელოვანი მის მენეჯმენტია, რომელსაც ყველა უყურებს. რა თქმა უნდა, კოლმეურნეობას თქვა ისიც არის, იმიტომ რომ არის ხარჯების შემცირება, რომელსაც ნებისმიერი საზოგადოება და მით უმეტეს, როდესაც GDP per capita ისეთი როგორც საქართველოს ძალიან მტკივნეულად იტანს. ანუ ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ ეს შემცირდა, მაგრამ აქ სხვა, ესე იგი, სხვა რამე არის უფრო მნიშვნელოვანი, ესე იგი, როგორ არის შემცირებული. ანუ რა ინდიკატორებით არის შემცირებული და რა არის გაკეთებული. ესე ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღეთ, რომ კი ეს არის, ესე იგი, 14%-იანი, 15%-იანი ეს სტანდარტული ცნობილება ამდენია, მაგრამ ორნაირი დათვლა არსებობს ყოველთვის იმისი, ხვალ არჩევნები იყოს რასიზამდი, ვისაც გადაწყვეტილი აქვს წასვლა და ვისაც გადაწყვეტილი აქვს მის მიცემა, იმათში ეს ხმების გაყოფ, ესე იგი, ხმები გაიყო ისე, რომ რაღაც 25% არის იმისი ნაციონალური მოძრაობის და რაღაც ამდენივე არის იმის, ხო? დიახ. იმის ქართული ოცნების. ეს ძალიან საინტერესო 30%-იან ნაციონალური. ხო, 30%. ვინც მიდის არჩევნებზე? ვინც იმაჩვენებს 30% და 25% არის იმის, ხო?
ქართული ოცნების. ეხლა ეს რომ არჩევნების წინა პერიოდი იყოს, პირდაპირ ვიტყოდი, რომ ესეც იქნება. ანუ როგორც წესი, ისინი ვინც არ ამბობენ, როგორც წესი, გააჩნია ახლა როგორც წესი, ისინი ვინც ვარს ამბობენ აი ამ კითხვაზე პასუხის გაცემაზე, იმათში თანაბრად ნაწილდება, ანუ ვინც თან ხვდება, მაგალითად არის ალპოპულაცია, ხო? მაგალითად ამისმა 30%-ად თქვა, რომ აი მე ესე ვაძლევ ხმას. როგორც წესი, თუ რამე გარე ფაქტორი არ არსებობს, ეს მეორდება დიდი სურათის მიღების დროს. ანუ ხვალ არჩევნები იყოს, ვიტყოდი, რომ ეს მართლაც ესე იქნება, თუ არ ჩაერთო დამატებითი ფაქტორები. დამატებითი ფაქტორები ყოველთვის არის, ну, ხშირად არის ქართულ არჩევნებზე, წინა არჩევნებზე ყველას გვახსოვს ეს იყო ეკლესიაში ქადაგება დამატებითი ფაქტორი, რომელმაც განსაზღვრა დიდი განსხვავება ხმებს შორის. რომელ არჩევნებს გულისხმობთ უკაცრავად? საპარლამენტო არჩევნებს. და რომელ ეკლესიაში ქადაგებას? მართლმადიდებლო ეკლესიაში ქადაგებას. ანუ ციხის კადრებს არ ციხის კადრებს არა, ციხე არა. სხვა შორის ეს ციხის კადრები ნაკლები ფაქტორი იყო, ყველაზე ძირითადი ფაქტორი მაინც იყო იმაში, ესე იგი ეკლესიის ქადაგება, ქართული ოცნების დახმარე, ანუ ქართული ოცნების მხარდასაჭერად. საინტერესო კუთხეა ნამდვილად იმ მოვლენის თანახმად. ეს მე აქ არ მithქვა სამ სტუდიაში. არ ვიცი, მე ჩემთან არ გითხოვთ. დაწერება. ხო, ყოველთვის მე აქამდე ესე მიმაჩნია, ესე იგი ყოველთვის მიმაჩნია, სხვა შორის ეს მე თვითონაც გაიმეორეს ეკლესიის წარმომადგენლებმა, რომ ჩვენ მოგაგებიეთო და რაღაც ერთ-ერთი ის იყო, ერთ-ერთი დაყვედრება იყო ეკლესიის წარმომადგენლების მხრიდან ქართულ ოცნებაზე, რომ ჩვენ მოგაგებიეთ და აბა რას გვიშვებით ახლა ესეთი რაღაცა იყო. დამატებითი ფაქტორი მნიშვნელოვანია ყოველთვის, აი 2003 წელშიც ხშირად ადარებენ ხოლმე, ესე იგი მომავალ ვითარებას 2003 წელს, იქაც იყო დამატებითი ფაქტორი და სხვა შორის ეს დამატებითი ფაქტორი, რომელიც ხელისუფლებამ გამოიწვია, იმან იმუშავა ხელისუფლების წინააღმდეგ. ანუ ყოველთვის ხდება დამატებითი ფაქტორების გამოარება, ის ხან მუშაობს ხელისუფლების დახმარებით, ხან მუშაობს ხელისუფლების წინააღმდეგ. მაგრამ საინტერესო რა არის ახლა? ახლა ჩვენ მივიღეთ საბოლოო ჯამში ის, რომ 25% აქვს ქართულ ოცნებას, 30% აქვს ნაციონალურ მოძრაობას. რა თქმა უნდა, ქართული ოცნება ახლა გამოიყენებს ადმინისტრაციულ რესურსებს, რა თქმა უნდა, გამოიყენებს რუსეთის მაცხოვრებლების ხმებს, რომელსაც მას რა თქმა უნდა დაეხმარებიან და იქიდან ალბათ ჩამოვა უმეტესობა ქართული ოცნების მხარდამჭერი. არ ვიცი მოახერხებს თუ არა ეკლესიის გამოყენებას, როგორც წინა არჩევნებზე გამოიყენა, ანუ იქნება თუ არა ეს პროოცნებური ქადაგება ეკლესიებში, ეჭვემპარება, თუ რაღაცა ისეთი არ გაკეთე, ეჭვემპარება, რომ ისეთი ერთსულოვნება იყოს, როგორც მაშინ იყო იმაში წინა არჩევნებზე და საბოლოო ჯამში ალბათ მივიღებთ იმ ვითარებას, როდესაც და ქართული ოცნება ამით ალბათ მოახერხებს 10-15%-ით თავისი მიღებული ხმების ელექტრონიკის გამყარებას. ხო, გამყარებას 15%-ით. ნაციონალურ მოძრაობა არ მგონია ნაციონალურ მოძრაობა ალბათ მოახერხებს შენარჩუნებას და ჯერჯერობით ყველაფერი ისე ჩანს, რომ ეს 30 ზრდის მცირე ტენდენციით. მცირე ტენდენციით, ხო, მოახერხებს შენარჩუნებას. აქ რა თქმა უნდა იმუშავებს ადმინისტრაციულ რესურსს, რა თქმა უნდა იმუშავებს გარკვეული ტიპის დაშინებას, რომელიც მუშაობს, ეს ყველაფერი ადმინისტრაციულ რესურსს, ასე იგი არა მარტო მოუმატებს ქართულ ოცნებას, ხოლმე არამედ მოაკლებს ცოტას, მაგრამ მაინც მოაკლებს ნაციონალურ მოძრაობას. და მივალთ იქამდე, ესე იგი, ისეთ ჩემთვის მთავარ კითხვამდე, ვინ იქნება ის მეორე პარტია და მესამე პარტია, ვისთანაც ერთად ქართული ოცნება შექმნებს თავად. კი ბატონო, ამ თემებზე მოდით ვისაუბროთ შემდეგ. ახლა მინდა რომ NDI-ის ადგილობრივი საქართველოს ოფისის დირექტორთან, ქალბატონ ლორა თორტონთან ინტერვიუს უსმინოთ, რომელიც დღეს ჩავწერეთ. First of all, thank you very much for finding time in your busy schedule. პირველ რიგში დიდი მადლობა რომ დრო გამონახეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად. რამდენიმე დღის წინ გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა, სადაც გამოკითხულთა მხოლოდ 14% არის მზად ხმა ქართული ოცნების კოალიციას მისცეს. სახელმწიფო გუნდის რეიტინგი დრამატულად შემცირებულია. რა არის ამის გამომწვევი მიზეზები? შეგვიძლია კონკრეტული ჯგუფები და რეგიონები გამოვყოთ. Thank you for having me. I think it's ფიქრობ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რომ სინამდვილეში ჩამოუყალიბებელი ელექტორატის რიცხვი გაიზარდა, ასე რომ დიახ, მმართველი პარტიის მხარდაჭერა დაეცა, რაც სხვა ქვეყნებისთვისაც არის დამახასიათებელი. ამასთან ის ხმები, რომელიც ქართულმა ოცნებამ დაკარგა, არც ერთ სხვა პარტიას არ აუღია და მათ ვინც არ იცის ვის მისცეს ხმა, აქვთ ამის მიზეზიც. ფიქრობ ამ ეტაპზე გამარჯვებული არ ყავს. ყველა პარტია ერთგვარად სტატისტიკური ყაიმის ეტაპზეა. ამდენად ყველა პარტიისათვის მნიშვნელოვანია ამ სიტუაციიდან გამოსვლა. ასევე გამოკითხომ აჩვენა რომ ხალხი შეშფოთებულია ეკონომიკისა და უმუშევრობის პრობლემებით. შესაბამისად, ჩემი რჩევა ყველა პარტიის მიმართ, მათ შორის მმართველი პარტიის მიმართაც არის შემდეგი: მეტი ისაუბრეთ ამ საკითხებთან დაკავშირებით. გულისხმობ უმუშევრობას. ყველა თქვენს მიერ ნათქვამი სიტყვა დაკავშირებული უნდა იყოს ამასთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ხალხისათვის. ამას გარდა გამოკითხომ აჩვენა რომ ხალხი მართლაც იბრძვის. მათი საცხოვრებელი პირობები ადგილობრივ დონეზე არ გაუმჯობესებულა შეპირებისამებრ. ხალხი იბრძვის თვიდან თვემდე და
ისინი მთლიანად ხარჯავენ, რასაც მოიპოვებენ. საყოფაცხოვრებო შემოსავალი უკიდურესად დაბალია და ხალხი ძალიან განიცდის ამას. ამიტომ ვფიქრობ, ნებისმიერი პარტია, რომელიც მოვა ეკონომიკურ სირთულეებთან გამკლავების სტრატეგიით სარგებელს მიიღებს. სხვა საკითხი, რომელსაც ვხედავთ, არის ის, რომ არასაკმარისი კომუნიკაციაა პოლიტიკოსებსა და მოქალაქეებს შორის, არჩეულ ლიდერებსა და ამომრჩევლებს შორის. პოლიტიკოსებთან კომუნიკაციას ხალხი დადებითად აფასებს. ასე რომ ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი სიგნალი, რომ საჭიროა თანამდებობის პირები გავიდნენ და ყოველდღიურ რეჟიმში ისაუბრონ ხალხთან, მათთვის მნიშვნელოვან პრობლემურ საკითხებზე. Like every day and talking about the issues that they care about. 61% of Georgians support. Ლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, თუმცა არის მოსახლეობის მზარდი ნაწილი, რომელიც ალტერნატივას ევრაზიულ კავშირში ხედავს. რა იწვევს ევრაზიული კავშირის მომხრეთა ასეთ გაზრდას? How do you evaluate what are the causes of that? Yeah, exactly. We do see high support. დიახ, ჩვენ ვხედავთ ევროკავშირის მიმართ დიდ მხარდაჭერას, 61%-ია, თუმცა ისიც არის, რომ ხალხს მხედველობაში სხვადასხვა ვარიანტი აქვს. ჩვენ უფრო უნდა ჩავუღრმავდეთ ამ საკითხს და ვკითხოთ ხალხს, რატომ? ჩვენ ამ საკითხზე ასევე ჩავატარეთ ფოკუს ჯგუფები, სადაც შეიძლება უფრო მეტი ინფორმაციის მიღება, თუმცა ამ გამოკითხვაში შეგვიძლია დავინახოთ, რატომ არის ხალხი ევროკავშირის ან ევრაზიის კავშირის მხარეს. მთავარი მამოძრავებელი მათი არჩევანის მთავარი განმაპირობებელი ეკონომიკური მიზეზებია. ეს მათი თვალთახედვაა, რომელიც ძალიან პრაგმატულია. ამასთან, როგორც ვიცით, 12%-მა ორივე კავშირს დაუჭირა მხარი. ვფიქრობ, ქართველები უბრალოდ სხვადასხვა გამოსავალს ეძებენ. გამოკითხვაში ექსპერიმენტის სახით გამოგონილი კავშირებიც რომ შევიტანოთ, მაგალითად აზიისა და ევრაზიის ეკონომიკური გაერთიანება, ხალხი იტყვის, რატომაც არა, მოდით ვცადოთ. ეს მაფიქრებინეს, რომ ხალხი უბრალოდ სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს და გამოსავლებს You know, I think people are looking for options. Sure. The poll shows that ლევა აჩვენებს, რომ არც ერთი პარტია დაწინაურებული არ არის. შემდეგ წელს ჩვენთან საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. როგორ ფიქრობთ, როდის გააკეთებს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი არჩევანს? There's only just 1 year. ძალიან კარგი კითხვა. ყველაზე უცნაური მაინც ის არის, რომ ხალხი, რომელსაც დარწმუნებით აქვს გადაწყვეტილი არჩევნებზე წასვლა, ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რაც არ უნდა მოხდეს, ხვალვე წავიდოდი ხმის მისაცემათო, თვით ასეთი ჩამოყალიბებული ჯგუფის ნახევარზე მეტმა არ იცის, ვის უნდა მისცეს ხმა. ანუ ხვალ რომ არჩევნები იყოს ხმის მისაცემად წავალ, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, ვის მივცემ ხმას. საინტერესოა, როგორ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას. არ ვიცი, შეიძლება პირდაპირ საარჩევნო ბიულეტენთან გადაწყვიტონ, ან 24 საათით ადრე მოაფიქრდეთ. სულ მცირე საქართველოს კიდევ ერთი წელი აქვს, ასე რომ იმედი ვიქონიათ, რომ პარტიები შეძლებენ ამ სიტუაციიდან გამოსვლას და მოსახლეობის თვალში ისე წარსდგებიან, რომ დაეხმარებიან არჩევანის გაკეთებაში. და როგორც უკვე აღვნიშნე, პარტიებმა უნდა ისაუბრონ ხალხთან მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და მოусმინონ ხალხს და იქნებ სარგებელიც ნახონ შემდეგ გამოკითხვებში. თუმცა ერთი წლით ადრე იმაზე მსჯელობა თუ რა შეიცვლება ძალიან რთულია. დიდი მადლობა რომ დრო გამონახეთ. დიდი მადლობა თქვენ. ბრუნდებით სტუდიაში, ქალბატონმა ლორამაც გაუსვა ხაზი ამ მნიშვნელოვან ტენდენციას, რომ რეიტინგების შეჯიბრებაზე უფრო მეტად საინტერესოა ის, რომ ზოგადად პოლიტიკოსების, პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობა მნიშვნელოვნად არის დაცემული. ჩვენ შეგვიძლია ახლა ვნახოთ ეკრანზეც, რომელი პარტია დგას თქვენ შეხედულებთან ყველაზე ახლოს, ეს არის 2011 წლიდან მოყოლებული, ისე რომ ვთქვათ, გრაფიკა, რომელიც გვიჩვენებს, რომ 2013 წლის შემდეგ, როდესაც მნიშვნელოვანი დაცემა დაიწყო ქართული ოცნების რეიტინგის, მას შემდეგ იზრდება მუდმივად არც ერთი პარტია პასუხი კითხვაზე არ ვიცი. მოქალაქეები ვერ გრძნობენ ერთ-ერთ პარტიასთან ახლოს თავს. ბატონო კობო, როგორ ფიქრობთ, აქვთ თუ არა ქართულ პოლიტიკოსებს და ქართულ პოლიტიკურ ელიტას რესურსი იმის, რომ ამ ერთ წელიწადში მოახერხოს აი ამ დიდი ჩავარდნის ამოვსება? ამისი კითხვა ჯობია პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებისთვის ვიდრე ჩემს. ისინი აუცილებლად იტყვა, რომ აქვთ. მე თქვენგან მაინტერესებს. მეც ვფიქრობ, რომ ასეთი რესურსი მოიძებნება, უნდა მოიძებნოს, სხვანაირად რთულია წარმოვიდგინოთ ქვეყნის განვითარება დემოკრატიული მიმართულებით, თუ პარტიებმა ვერ შეძლეს ის, რომ შესთავაზეს ადამიანებს ისეთი პროგრამა, რომელიც მათ ინტერესებთან ახლოს არის და რომელზეც ადამიანები პარტიებს დაუჯერებენ და გახვევიან და ხმას მიცემენ. სხვანაირად წარმოუდგენელია ჩვენ ვივარაუდოთ, რომ ქვეყანას ექნება რაღაც ნორმალური განვითარების გზა, თუმცა ეს არის ვარაუდი და იმედი და მეტი არაფერი. ამისი საფუძველი დღესდღეობით ემპირიული მონაცემები სამწუხაროდ მე არ აქვს. ბატონო გიგი, თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს ერთ წელი საკმარისი იქნება ამ რაღაც ახალი ძალის გამოჩენისთვის თუ აქვს ამის რესურსი? კარგი კითხვა.
Good question. მართალია არ ვიცი, იმიტომ რომ ამის ახლა რა თქმა უნდა ამის შესაძლებლობა არსებობს. ახლა როგორც თქვა, შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს, ანუ ყოველთვის რაღაცა მოხდეს, მაგრამ გამომდინარე იქიდან თუ როგორ იქცევიან პარტიები, სულ ერთია ქართული ოცნება იქნება თუ სხვა დაუშვათ ნაციონალური მოძრაობა თუ ასე შემდეგ, ამის იმედი ნაკლებად. ახლა გეტყვით რატომ აქვს ამის იმედი ნაკლებად? იმიტომ რომ საზოგადოება ჩვენ ყველა ვიცით ყოველ შემთხვევაში აქ ვიმძივართ და არა მარტო აქ ვიმძივართ და საზოგადოება ეს არის მონოლითური ერთიანობა, ხო? ეს არის შედგება ჯგუფებისაგან, ინტერესთა ჯგუფებისაგან, მოძრაობებისაგან და ასე შემდეგ რა. ის რაც დღეს ყველა პარტიას ახასიათებს როგორც ასეთ, ის უყურებს ამ საზოგადოებას როგორც მონოლითს და ელაპარაკება ერთი ხმით. ანუ ერთი ხმით და ერთი ტექსტით. და იმედი აქვს რომ ამ ტექსტის ან ესე წაიყვას და შემდეგ აქედან რაღაცა გამოვა. არც ერთი პარტია, მე როგორც ვიცი ყოველ შემთხვევაში და რასაც უყურებ, არც ერთი პარტია არ ყოფს თავის ლაპარაკს, ანუ არ აკეთებს ჯგუფების იდენტიფიცირებას და არ აძლევს მათ იმას, არ პირდება მათ იმას, რაც იმ კონკრეტული ჯგუფისათვის არის საინტერესო. ეს რაღაც არ ხდება. წინა კვლევა რო გამოქვეყნა, მაშინ ჩავწერეთ, მე პირადად ჩავწერე ქალბატონ ლორასთან ინტერვიუ და თქვა რომ კვლევების დროსაც და ბატონო კობა ალბათ თქვენს დაეთანხმებით, რთულია გამოკვეთო კონკრეტული ჯგუფების ინტერესები. აი, რთულია გამოკვეთო რა საქართველოში რთულია თორე სხვა ქვეყნებში. არაფერი რთულია, ესეთ კვლევას რო ატარებ, ახლა როდესაც ატარებ ესე იგი საქართველოს კვლევას, national wide კვლევას და ყავს 1400 რამდენი იყო ჩადარ. ეს საკმაოდ დიდი კვლევა. მაგრამ რა მნიშვნელობა 4500-საც რო ატარებ, არა შენ ამ შემთხვევაში იმას ვერ გამოკვეთ, იმიტომ რომ მაშინ იმ ჯგუფზე უნდა ჩაატარო კონკრეტულად რო გამოკვეთო ხა რა თქმა უნდა ხა NDI ამაში მაინდა-მაინც დაინტერესებული არ არის იმიტომ რომ დიდი სურათი აინტერესებს ამაში პარტიები უნდა იყვნენ დაინტერესებული რომ კონკრეტული ჯგუფების კონკრეტული რეგიონების კონკრეტული მხარის ისინი ეხლა მაგალითად მე დარწმუნებული ვარ ესეთი კვლევა რო ჩაეტარებიათ ის სულოვური გადაწყვეტილება რომ პარლამენტში შემოეპარებიათ უკან თბილისში არ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას ესეთ კვლევა რო ჩაეტარებიათ კვლევაში სწორედ ამ თემაზე იყო კითხვა დასმული რომელიც ერთი ცივილის წინ გამოქვეყნა თუ არ ვწდები კითხვა ეთანხმებით თუ არა რომ პარლამენტი უნდა იყოს ქუთაისში და ქუთაისელების დიდი რაოდენობა ამბობენ რომ არა ქუთაისელების დიდი რაოდენობა ამბობენ ვარ მაგრამ იმათ რო ჩაეტარებიათ კონკრეტულად დასავლეთ საქართველოში კონკრეტულად ქუთაისში ეს ძირითადი ჯგუფი ყოფილიყო ქუთაისელები და იმერლები და არა დაუშვათ საქართველოსდან აღებული საქართველოს საერთო ესე იგი შერჩევით ერთობლივად აღებული ამოჭრილი მაშინ დაწუნებული ვარ სხვა ის იქნებოდა მაგრამ ეს არავის არ ჩაუტარებია და შესაბამისად ესე იგი სანამ არ მოხდება კონკრეტული ჯგუფების იდენტიფიცირება და ესე იგი პროგრამების აი კონკრეტულ ჯგუფებზე მიმართვა მე არ ამგონია რაღაცა რადიკალური ცვლილება მოხდეს იმაში აი ამ პოლიტიკურ პარტიებთან დამოკიდებით თუ მოხდება რა თქმა უნდა კი ანუ ვინც გააკეთებს აი ამ ესე იგი საქართველოსთვის არაორდინარულ ნაბიჯს ის იქნება ის ვინც მოიგებს იმას ესე იგი ვინც მისი მომხრეების რაოდენობაც აიწევა გასაგები ბატონო კობა თქვენს კითხავთ აი კონკრეტულ ჯგუფებთან დაკავშირებით რამდენად რთულია ბატონო გიგიმ თქვა რომ აი ესე რომ ვთქვათ ეროვნული ტიპის კვლევების დროს რთულია კონკრეტული ჯგუფების გამოკვეთვა თქვენ როგორ ფიქრობთ შესაძლებელია თუ რა სურათით დანახოთ ცდომილების ზღვარი ხომ არ გაიზრდება ამ შემთხვევაში რთული პრინციპულად რთული ამაში არაფერი არ არის უბრალოდ ტექნიკები არსებობს ამის არაფერი არ არის უბრალოდ ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომ რა არის ამოცანა. ამ კვლევის ამოცანა ეს ბუნებრივი არ არის. ამის ამოცანა, ჩვენი კვლევების ამოცანა ორმაგი. ერთი მხრივ ეს არის ეროვნულ დონეზე სიტუაციის ასახვა, მეორე მხრივ ეს არის ტენდენციების დანახვა დროში. იმიტომაა ეს გამოქვეყნებული რამდენიმე ეტაპად და რამდენიმე ტალღად, რომ შეეძლოს ყველას, ვისთვისაც ეს სასარგებლოა, დაინახოს საითმიდის ტენდენცია. ასევე დავეთანხმები ბატონ გიგის რომ ის რასაც თქვენ ბრძანებთ არის უშუალოდ პარტიების საქმე და ჩემი აზრით პრობლემა ამ ქვეყანაში სწორედ ის არის რომ კვლევებს ეს არის პრინციპში ერთადერთი კვლევა რომელიც არის საჯარო და საჯარო დისკუსიის საგანი კვლევები რომლებსაც პარტიები ატარებენ თუ ვითომ ატარებენ ან არის მხოლოდ პარტიებისთვის ხელმისაწვდომი და ამაზე საჯარო დისკუსია მე არ მსმენია არ თან ესეთ კვლევებს არ ატარებენ ხო ჩვენ ვსვლაპარაკობთ ჩაშლილი კვლევები ატარებენ თუ არა ვიცნობთ ასე თუ ისე ხო ვინ ატარებს კვლევებს რამდენიმე ორგანიზაცია პრინციპი მე როგორც ვიცი ესეთი კვლევები ატარდება ეს ჯგუფებზე ანუ ერთი პრობლემა ზუსტად არის კვლევების ნაკლებობა და ეს კვლევების ნაკლებობა იწვევს ზუსტად იმ გადამეტებულ აჟიოტაჟს რაც არის ამ ერთადერთი საჯარო კვლევის მიმართ რომ იყოს მეტი კვლევა რომ იყოს უფრო მრავალფეროვანი კვლევების და საზოგადოებას ექნებოდა გაცილებით მეტი ინფორმაციაც და გაცილებით მეტი სანდოობაც კვლევების მიმართ, იმიტომ რომ შესაძლებელი იქნებოდა ასე ვთქვათ ტესტირება იმისა თუ კვლევის საფუძველზე რა შედეგია, რა ამოცანა დაისახა და რა იქნა მიღწეული. სამწუხაროდ ამის პარტიებშიც არ იქნებოდა ესეთი აჟიოტაჟი, ესეთი გადამეტებული სიხარული ან გადამეტებული მწუხარება და მე რაღაც გამოვარდნა და რაღაც ბრალდებები, რაღაც ხო ესეთი არა.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება შაბათს გამოქვეყნებული კვლევის არის საგარეო მიმართულება და ამ მიმართულებით დასმული კითხვები. უჭერთ თუ არა საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას მსგავსი კითხვა დაისვა და ეს კითხვა ჩაიშალა რეგიონების მიხედვით, ძირითადი ქალაქების მიხედვით, რაც ძალიან საინტერესო სურათს გვანახებს. არ უჭერ მხარს ამ კითხვაზე პასუხი, ძირითადად იყო 3 ქალაქი, რომელიც შეგვიძლია გამოვყოთ, სადაც 50%-ზე ნაკლები იყო, ასე რომ ვთქვათ, წინააღმდეგების რაოდენობა. ეს იყო ბათუმი, ეს იყო გორი და ეს იყო ზუგდიდი. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ადამიანის რომელიც პასუხს არ ვიცი პასუხობდნენ იყო ზუგდიდში. როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს ქალაქ ბათუმში? აი მაგალითად, ალბათ ეს მიმართულებაც საინტერესოა. ქალაქ ბათუმში, ქალაქ გორში იმას რომ ევრაზიული კავშირის მიმართ მოლოდინები მაღალია, სურვილი მაღალია და ევროკავშირის მიმართ შედარებით დაბალია მისი ნახვა შეგვიძლია, მისი მოხმობა შეგვიძლია ასე რომ ვთქვით. ეს როგორ ამას იმისათვის რომ ესე იგი გავერკოთ აი რატომ აინდა მაინც აჭარაში და რატომ აინდა მაინც ბათუმში, კარგად უნდა ვიცოდეთ ამ მხარეს ისტორია. დიახ. ანუ მე ხო კვლევებს ვატარებდი, წელსაც მქონდა შესაძლებლობა რომ იქ ხალხი და ოზურგეთი უკაცრავად დამავიწყდა, ოზურგეთში არის ამ ხრივ ყველაზე რთული მდგომარეობა 29%-ია მხოლოდ წინააღმდეგი ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების. ხო და რაც შეეხება აჭარას, ну რაღაც აზრით ესე იგი ეს იმაზეც გადადის, შეიძლება უზღვეძეც გადავიდეს. ისტორია უნდა ვიცოდეთ ამ შემთხვევაში, ანუ რა იყო ესე იგი იმის დროს, ანუ რას ხედავს მაგალითად იმისი აჭარის მთის მაცხოვრებელი, რომელიც ახალ რეალობაში ცხოვრობს, ანუ რას ხედავს ის რომ შეიცვალა ის ვითარება, როდესაც ისინი იყვნენ ნახევრად დახურული ან მთლიანად დახურული ადგილები, რომელიც იყო მთლიანად დოტაციური. აკლაპარაკია ეს გონიოს იქით მხარეზე თურქეთის საზღვრის გაყოლებაზე რომელსაც ჰქონდათ რა თქმა უნდა სიმბოლური ხელფასები მაგრამ ეს სიმბოლური ხელფასები მათ აცხოვრებდა და აცხოვრებდა პრინციპში ესეთი მნიშვნელოვანი დანამატი იყო მათ აი ამ შინამეურნეობაზე შემდეგ რაც მათ მიიღეს იმითი აი ამ ყველაფრის შეცვლით ხო ხელისუფლებების შეცვლით საბჭოთა კავშირის ადროისაც ჩვენ ვიყავით ნუ ეხლა ევრაზიული კავშირი ხო გასაგებია რაც არის ხო ეს არის რაღაც ისეთი სიმბოლური გახსენება და მითითება საბჭოთა კავშირზე და მიიღეს ის რომ რაღაცა სოფლები ძალიან დაცლილია ქალები და ბავშვები არიან იქ დარჩენილები და მოხუცები მხოლოდ და ინვალიდები უმეტესობა წასულიყო თურქეთში და იქ არის საშოვარზე მით უმეტეს თუ გავითვალისწინოთ იმას რომ მანამდე ესე იგი ეთოსი აჭარლების არის ის რომ ისინი თურქეთზე მაღლად განან ანუ ყოველთვის ესე იყო ანუ ესეთი შეხედულება აქვს მაგ თემაზე თვითონ უფრო მაღალი რანგის ადამიანები არიან თურქები ბუნებრივია ყველაფერი ამის იმაზე ამის ფონზე ეს გასაგებია რატომაც არის ევრაზიულ კავშირში მომხრეობა გაზრდილი, იმიტომ რომ მათ სწორედ ის უნდათ. ესე იგი მისი და რო ელაპარაკე პრინციპში ამბობენ რომ აი აქ რაღაც სუგეუნებენ და ძალიან დიდი ხანი გავიდა ხო? ესე იგი 4 ესე იგი რამდენი წელი გამოდის 25-ზე მეტი ხო საბჭოთა კავშირის ანგლოების მიერ გეუბნები აი აქ საავადმყოფო იყო აქ ყოველდღე ექიმი ამოდიოდა აქ რაღაცა აქ საბავშვო ბაღი იყო აი აქ ბავშვები დადიოდნენ ანუ ეს არის გასაგები არის ამ ხალხს რატო უნდა აბსოლუტურად ისეთია რა გასაგებია იმიტომ რომ ესე იგი ხელისუფლებებმა ბევრი ხელისუფლება შეიცვალა ხო იმის მერე ვერ შესთავაზეს ეს ჩანაცვლება ხოჭი ყველა რეგიონი არის ეს წარუმატებელი საქართველოში რაღაცა რეგიონებია. არა, საკმაოდ წარუმატებული რამდენიმე რეგიონი, მაგრამ ნუ ამ ხრივ თბილისი მაინც პირველ ადგილზეა. ხო, არა, მე რას ვამბობ, რომ ხო, პირდაპირ ინდიკატორია, სადაც ხელისუფლება მოახერხა როგორც ეს შემთხვევით, იმიტომ რომ ის სტრატეგიები ასეთ ხელისუფლებას არ ქონია იმისი ამთიანი რეგიონების დახმარების და დაუშვათ საბჭოთა კავშირის ჩანაცვლების და რაღაცის შეთავაზების, მაგრამ სადაც შემთხვევით გამოვიდა არის რამდენიმე რეგიონი, სადაც ძალიან კარგად გამოვიდა ეს ჩანაცვლება, სადაც ვერ გამოვიდა, ის პირდაპირ შეგვიძლია თქვა, რომ სადაც ეს ჩანაცვლება არ გამოვიდა, ეს არის პირდაპირ ნოსტალგიური განწყობებით ხალხი ცხოვრობს. ანუ ეს ეროზიული კავშირი ამ შემთხვევაში არის არა საბჭოთა კავშირის სიყვარული, არამედ იმ დროის მახსოვრობა, როდესაც მათ მაგალითად ექიმი ამოდიოდა სოფელში, როდესაც მაგალითად იქ საბავშვო ბაღი იყო, როდესაც სკოლაში იყო 10 კლასი განათლება და შემდეგ როდესაც ის დაუშვათ მისი ქმარი თუ მისი შვილი არ იყო სადღაც წასული და მხოლოდ ზამთარში არ ჩამოდიოდა უკან და იყო ყოველდღე მასთან. ასეთ რაღაცებზე ლაპარაკი და არანაირი რაღაცა ძალიან ძიმე იდეოლოგიური წნეხი არანაირად არ არის. არის უბრალოდ პირდაპირ შეიძლება ვთქვათ ეს არის უყურადღებობით და გაუთხრელობით მიღებული განწყობა. გასაგებია ბატონო კობა სულ ისმის ამ კვლევებთან და ევრაზიული კავშირის მიმართულებით რა კითხვები რაც ისმება სულ ისმის ერთი შენიშვნა და
და ქალბატონ ლორამაც გაუსვა ამ პრობლემას ხაზი, რომ მოქალაქეებს უბრალოდ აქვთ რაღაცა კავშირების მიმართ ერთგვარი ლტოლვა, ეკონომიკური კავშირების მიმართ, იმიტომ რომ ეკონომიკური სიდუხჭირია ქვეყანაში და შესაბამისად ყველა კავშირში ის კარგს რაღაცას ხედავენ. ჩვენ შეგვიძლია ახლა ეკრანზე ვნახოთ ევროკავშირისა და ევრაზიული კავშირის შედარება, როგორი იყო ტენდენცია 2014 წლებში, რომელ მოსაზრებას ეთანხმებით საქართველოს მეცარგებელს მიიღებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია თუ საქართველოს მეცარგებელს მიიღებს რუსეთთან უკეთესი ურთიერთობები. ჩვენ ვხედავთ ტენდენციას 2014 წლის შემდეგ 45%-მდე ჩამოვიდა და 2014 წლის შემდეგ 30%-მდე გაიზარდა რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების ჩამოყალიბების სანაცვლოდ უარის მთქმელი ხალხი. მნიშვნელობა იმასაც ხო აქვს თავრობა რას ამბობს, ხო? ანუ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა. პლუს გარდა იმისა, რომ არის რაღაცა გაჭირვებული რეგიონები და ეს ნოსტალგიური რეგიონები, იმასაც აქვს მნიშვნელობა რაზე ლაპარაკობენ, ხო? კარგი, დაგიბრუნდებით ბატონ გიგა, ბატონ კობას ვკითხოთ, კითხა უბრალოდ რეალურად ეს პრობლემა მართლა დგას? ესმით თუ არა ადამიანებს რა არის ევრაზიული კავშირი და რა არის ევროკავშირი? უპირველეს ყოვლისა ის კითხვები რაც გაჩნდა პირველი წინა ტალღის შემდეგ, აპრილის ტალღის შემდეგ, რომ თითქოს ადამიანებს აერიათ ერთმანეთში ევროკავშირი და ევრაზიული კავშირი, ამ კვლევამ ეს მთლიანად გააბათილა, იმიტომ რომ ჩვენ ჩავატარეთ ექსპერიმენტი, სადაც ჩვენი შერჩევის ნაწილს კითხეთ ევრაზიული კავშირი დაზუსტების გარეშე და მეორე ნაწილს დაზუსტებით და აბსოლუტურად ერთნაირი შედეგები მივიღეთ. ანუ პირველი მიგნება არის, რომ ადამიანებს როცა ვეუბნებით ევრაზიული კავშირი, მათ ზუსტად იციან რაზე ლაპარაკი. რაც მათ ინფორმირებულობაზე მეტყველებს მინიმალურ დონეზე მაინც. მაგრამ მეორე მხრივ ასევე მნიშვნელოვანია, რომ როგორც ევროკავშირის, ასევე ევრაზიული კავშირის შემთხვევაში, მე მგონია კარგად გამოჩნდა ეს ჩვენს შედეგებში, რომ ორივე შემთხვევაში ის მამოძრავებელი ძალა, რომელიც ადამიანებს უბიძგებს აირჩიონ ერთი ან მეორე, არის ეკონომიკური და დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ რას მოელის რომელიმე კავშირში გაწევრიანებისაგან. შესაბამისად დაბნეულობა თუ ეს შეიძლება ასე ითქვას მოსახლეობისა შეიძლება იყოს იმ ხრივ თუ საიდან რა სარგებელი შეიძლება ელოდეს ადამიანი. ეს ნათელი არ არის და ნაწილი მოელის სარგებელს ევრაზიული კავშირიდან, ნაწილი ევროკავშირიდან. ხშირად მსმენია, რომ ევროკავშირი და ევროინტეგრაციის მიმართ დადებითად განწყობილი ელიტა ვერ ახერხებს იმ სარგებლის დანახებას მოსახლეობისათვის, რაც შეიძლება მოხვდეს ევროკავშირთან დაახლოებას და შესაბამისად ეს შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ როგორც ლორამაც აღნიშნა, ადამიანებმა დაიწყეს ალტერნატივების ძიება ჩრდილოეთით. გასაგებია და არის კიდევ ერთი სლაიდი, რომელიც მე მინდა რომ ნახოთ ეკრანზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი. და აქაც საინტერესო ტენდენციას ვხედავთ 2012 წლის შემდეგ უკვე მთელი სურათის დანახვა შეგვიძლია 61%-მდე შემცირდა 2014 წლიდან არის განსაკუთრებული ვარდნა და 2014 წლიდან იზრდება ავტომატურად 21%-მდე ადამიანების რაოდენობა, რომლებისთვისაც ეს მიუღებელია. ბატონო გიგი, თქვენ ბრძანებთ პოლიტიკოსების როლზე ამ ყველაფერში. აი როგორ ხედავთ რა არის ამ შემთხვევაში ხელისუფლების ქართული ოცნების როლი აი ამ შეცვლილ სტატისტიკაში? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყოველთვის ანუ მოსახლეობა დიდწილად მithumetes როდესაც საკითხი ეხება ეს მაინც ნეიტრალური საკითხია, ხო? ეს არის მაინც თეორიული საკითხი, აბა რას მომიტანს, აბა რას არ მომიტანს, ანუ ამაზე ლაპარაკი, ხო? რადგან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხელისუფლება რას ლაპარაკობს. თუ ხელისუფლება, წინა ხელისუფლება, რომელიც იყო ძალიან, ესე იგი, მკვეთრი და მკაცრი ამაში, რომ უნდა აუცილებელი ევროკავშირის ამასაუბრა, იქ რა თქმა უნდა, ეს ამისი ანარეკლი საზოგადოებაში იყო შესაბამისი. მასმე რაც თავრობა არის გაურკვეველი ამაში, ამობს რომ კი რატომაც არა, მაგრამ იქნება ეს გვეცა და კი რატომაც არა, მაგრამ რატომ ჩინეთი არა, ჩინეთი ხო შესანიშნავი ბაზარია და ასე, რა ვიცი, 1000 რამეს ამბობს, ხო? შესაბამისად, ეს იწვევს რა თქმა უნდა ანარეკლიც ამ შემთხვევაში არის სულად გაურკვეველი. ხო და ამ შემთხვევაში უკვე ძალიან ნაკლები მნიშვნელობა აქვს აი ამ მთელი საზოგადოებისათვის რასაუბრებენ ოპოზიციური პარტიები, იმიტომ რომ ოპოზიციური პარტიების ნალაპარაკება ამ შემთხვევაში არ იქნება პირდაპირ როგორც თავრობის საწინააღმდეგო. ანუ ეს იმდენად არ მუშაობს, როგორც დავუშვათ რას ლაპარაკობს თავრობა. ну ხო ჩვენ საბოლოო ჯამში ხო ჩვენი პოლიტიკის აი ამ ბევრი ესე იგი 25 წლიანი პოლიტიკის პრობლემაც ხო არის, რომ საერთო პლატფორმა არ არის და საერთო ღირებულებით თანხმობა არ არის პოლიტიკოსებს შორის, რომ სრავქნათ და საწავიდეთ რა. დიახ. არის კიდევ ერთი თემა, რაც მნიშვნელოვანი იყო ალბათ რუსული გავლენა საქართველოსზე და თქვენ ხა ეს სხვა კუთხიდან დავინახეთ ხელისუფლების განცხადებებს, მაგრამ არის ერთი მიმართულება, როდესაც
ლამის ყოველი მეოთხე ქართული ოცნების მომხრე მიიჩნევს, რომ რუსული გავლენა 2012 წლის შემდეგ გაიზარდა. ბატონო გიგი, როგორ ფიქრობთ, ბატონო კობა, თქვენთანაც მექნება ეს კითხვა, აი, როცა პარტიების მხარდამჭერებში ჩაშლილ კითხვებს ვნახულობთ ამ კვლევაში. რამდენად შეიძლება ამით ვიმსჯელოთ პარტიების მხარდამჭერების ღირებულებებზე და რამდენად შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რამდენად გარკვეულია ადამიანი, როცა ვის აძლევს ხმას და რა ღირებულებებს აძლევს ხმას. ბატონო კობა, თქვენგან დავიწყო. ჩემი ანალიზი ამ მონაცემებისა თუ ფართოდ შევხედავთ ისეთია, რომ სხვადასხვა პარტიების მხარდამჭერებს შორის მსგავსება მეტია ვიდრე განსხვავება. რა პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, მე ასეთი რაღაცა შევამჩნიე. პარტიების მხარდამჭერები უფრო მეტად განსხვავდებიან ერთმანეთისგან არსებული მდგომარეობის შეფასებაში და რა თქმა უნდა მართველი პარტიის მომხრეები შედარებით რბილად ხედავენ სიძნელეებს და უფრო გამკვეთრებულად ხედავენ ოპოზიციური პარტიის მომხრეები, მაგრამ სამომავლო გეგმებში რადიკალური განსხვავებები დიდად არ შეიმჩნევა. იგივე თუ შევხედავთ ჩვენ როგორია რუსეთის გავლენა, როგორი უნდა იყოს, პარტიული განსხვავება აქ ნაკლებია. ორივე შემთხვევაში სასურველია ორივე პარტიის მომხრეებისათვის, რომ ეს გავლენა როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ საკითხებზე, კულტურულ საკითხებზე თუნდაც იყოს გაცილებით მცირე ვიდრე არის დღეს. ამიტომ მე ასე დასკვნას გავაკეთებდი, რომ დღევანდელ სიტუაციის შეფასებაში განსხვავებები მნიშვნელოვანია, მაგრამ საომავლო ხედვებში უფრო მეტი მსგავსებაა ვიდრე განსხვავება. გასაგებია ბატონო გიგი, თქვენც რომ გითხრათ. კი, ნამდვილად ესეა და ვეთანხმები ბატონ გოგას ამაში. მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ეს ხალხი ხედავს ამას, რომ ეს რუსული გავლენა იზრდება. რუსული გავლენა შეიძლება იყოს არამაინდამაინც რაღაც რუსული პროდუქტის შემოსვლა და არამაინდამაინც დაუშვათ რუსული სიმღერების რაოდენობის გაზრდა იმაში. რუსეთის კულტურულ გავლენაზე საკმაოდ ბევრი ადამიანი მიუთითებს, როცა ევროკავშირის კულტურის გავლენა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს. ხო, ესეც არის, მაგრამ ნუ გარდა ამისა მე ვფიქრობ, რომ ესეთი აი კლიენტარისტული სტილი მართლობის ესეც არის ახმული როგორც რუსეთის გავლენა. ანუ დავუშვათ ესეთი მეტი კლიენტარიზმი, მეტი დავუშვათ სხვა ინტერესები, ხო? იმიტომ რომ ნუ აი სულ არის ლაპარაკი იმაზე, ვიღაცამ რაღაცა ქთამი აიღო, ვიღაცა დაიჭიროს, ვიღაცა რაღაცას. აი ესეთი რაღაცები მე ვფიქრობ, რომ ესეც არის ის ანუ ესეთი სპონტანურად რუსეთის გავლენას მიეწერება ესეც ამ შემთხვევაში, ანუ ეს რაღაცნაირი მოშლა იმისი რა, რაც არ უნდა არ მოწონდეთ დავუშვათ წინა მმართველობა, ხო? ეს აშკარად რუსეთი არ იყო. და რაღაცა სხვა იყო და ამიტომაც ეს მოშლა და ცოტა გადაღავნა ხელისუფლების მე ვფიქრობ ავტომატურად მიეწერება იმას რუსეთის გავლენის დასს. გასაგებია და ბოლოს მინდა ცოტა პერსპექტივაზე ვიმსჯელოთ შემდეგ ერთ წლის მანძილზე ზუსტად ერთ წელიწადში ჩვენ საპარლამენტო არჩევნებს ველოდებით საქართველოში, რომელიც ალბათ საკმაოდ რთული იქნება და სანამ ბოლო ხმას არ დაითვლიან, მანამდე ვერ გავიგებთ ვინ შეკრავს მთავრობას და ნამდვილად გამოწვევა არის ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ როგორ ფიქრობთ ბატონო კობა, ჩვენ უნდა ველოდოთ თუ არა ამ ერთ წლის მანძილზე ახალი კოალიციების შეკვრით არის თუ არა მზად საზოგადოება იმისთვის, რომ ახლად გამოჩენილ ძალებს ხარი დაუჭიროს. თქვათ, მე არ გულისხმობ სულად ახლად მოსულ ადამიანებს, გულისხმობ ახლად შეკრულ კოალიციებს, უკვე არსებულ პოლიტიკურ ძალებს შორის. ხომ არ იქნება ეს გადახალისების და ახალი წერტილების, ძალაუფლების წერტილების გაჩენის შემთხვევა? აქ მივდივართ ისევ იმ კითხვასთან, რომელიც თქვენ უკვე დასვით, რომ რამდენად შესწევთ პარტიებს ძალა ის ადამიანები, რომლებსაც გააწყვეტილება არ აქვთ მიღებული და აინტერესონ და მოიზიდონ თავისკენ, ანუ შემოაბრუნონ პროცესისაკენ. და ამისათვის ეს სათამაშო მოედანი, ასე ვთქვათ, მოსუფთავებულია და კარგი გარემოა შექმნილი დღეს. ყველაზე კარგი გარემოა შექმნილი იმისათვის, რომ გამოჩნდნენ როგორც ახალი პოლიტიკური ძალები, ასევე არსებულმა პოლიტიკურმა ძალებმა მოახდინონ თავიანთი ტრანსფორმაცია და შეცვლა. როგორც ჩანს, ის გზები და ის ხერხები, რითაც პოლიტიკური ძალები მოქმედებდნენ, ადამიანებისთვის დიდად მიმზიდველი აღარ არის. ამიტომ სიგნალი მე თუ მკითხავთ ამ კვლევის არის ზუსტად ის, რომ ადამიანები მოელიან უნდათ ყოველ შემთხვევაში რაღაც სიახლეები. ეს იქნება ახალი ადამიანების მხრიდან, ახალი პოლიტიკური ძალების მხრიდან შეთავაზებული თუ ძველისაგან ახლებურად შეთავაზებული, ეს უკვე ორივე შესაძლებელია. კი ბატონო. ბატონო გიგი, თქვენ როგორ ფიქრობთ, იმიტომ რომ მაგალითად დღეს ქართული პოლიტიკური სივრცე
არის პრორუსული ძალები, არის პროდასავლური ძალები, რომელთაც ძალიან მარტივად ერთობლივად მონაწილეობით არჩევნებში ცალკე შეიძლება მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნან ერთმანეთს ხმების წართმევის თვალსაზრისით, იმიტომ რომ პროდასავლური ძალები მაინც ერთმანეთთან დაპირისპირებულია და მათ შეიძლება ერთმანეთს ამომრჩეველი წაიყვანონ ისე, რომ დარჩნენ პარლამენტის გარეთ. ისევე როგორც სხვადასხვა ამ მხრივ პრორუსული ძალებს არ გამორჩევენ მაინდა-მაინც იმით. მაგრამ მოდით ასე ვთქვათ, პრორუსული ძალები რუსეთთან დაკავშირების ასე რომ ვთქვათ, კარგი მეთოდებით რუსეთს მათი შეკვრის სხვა გზებიც ექნება. კი, მაგრამ ეს შეკვრის სხვა როგორც არ უნდა შეკრა, ესე იგი ეს პოლიტიკური მასში ტექნოლოგიაში ეს ცნობილია, როგორც არ უნდა შეკრა, თუ ეს არ არის სწორად გაკეთებული და სწორად გაკეთებული კი არა, გონივრულ დროს არ არის გაკეთებული, ასევე შეიძლება გამოიწვიოს ხმების დაკარგვა. ანუ აი მაგალითად ახლა რო წარმოვიდგინოთ, რომ დაუშვათ ქართული ოცნება და ბურჯანაძე, ხო? უცბად რო გაერთიანდეს. უცბად რო გაერთიანდეს, ორივე მხარეს ხმებს დააკარგებს. რა თქმა უნდა, რაღაცა ხმები დაიკარგება ორივე მხრიდან. ასე რომ ეს რამდენად გონივრულია ეს გაერთიანება, ისევე დაუშვათ აი მაგალითად უცებ რო წარმოვიდგინოთ იმისი ალასანიას და იმისი ნაციონალური მოძრაობის, ხო? რა თქმა უნდა, ხმების დაკარგვას გამოიწვევს ეს. თუ ეს არ იქნა ძალიან დიდი ხანი, რაღაცა პერიოდი არ იქნა ძალიან აგრესიული პოლიტიკა, რომ რატომ არის ეს გაერთიანება და ისე უკან შემოკრება. მე არ მგონია, რომ ეხლა ამისი დრო არის, დრო კი არა, არამედ საშუალებაც არის იმაში. საქართველოში და არ მგონია რომ ახალი კოალიციები გაჩნდეს. მე ვფიქრობ რომ პარტიები დარჩებიან თავის პოზიციებზე და შეეცდებიან რომ რაღაცას მიაღწიონ, ან ცოტა მაინც გაზარდონ თავისი ამორჩევლის რაოდენობა, მაგრამ მე მაინც ისევ იმას უბრუნდები, რაც დასაწყისში ვთქვი, როცა დავიწყე აქ ამის ანალიზი ამ კვლევის, ანუ მაინც თავარი ჩემთვის აი ეხლანდელი ვითარებით, აი ყველა პროგნოზი და პროვინციალური ისინი ცუდია, მაგრამ ეხლანდელი ვითარებით ახლა გეგმაზე ხვალ არჩევნები ჩატარდეს, ვერცერთი ვერ აიღებს უმრავლესობას, რა. ქართული ოცნება თავისი ადმინისტრაციული რესურსები და ამ შემდეგ როგორც ამაზე უკვე ვილაპარაკე, აიღებს რაღაცა ყველაზე მეტ კოალიციების. ანუ ჩემთვის თავი საკითხი არის ის, რომ ვისთან ერთად ამ შემთხვევაში ესე უყურებ, ორ შემთხვევაში ვისთან ერთად შეიქმნება მთავრობა. თუ ეს შეიქმნება, თუ დაუშვათ პრორუსულმა ძალებმა აიღეს იმდენი, რომ ეს იქნება საკმარისი იმისათვის, რომ მთავრობა შეადგინო, მაშინ ძალიან ცუდად იქნება საქმე. მაგრამ თუ ამათ ვერ აიღეს და მე იმედი მაქვს, რომ ეს პრორუსული ძალები, აშკარად პრორუსული ძალები ამ შემთხვევაში ლაპარაკია დავუშვათ ბურჯანაძე, დავუშვათ ინაშვილზე და იმაზე, ხო, ვისაც ახლა ძალიან პატარა რეიტინგი აქვს. თუმცა შესაძლოა მცირდება ეს. ხო, ეს მცირდება, ეს კარგია, ანუ ეს ესეთ ჩემთვის ეს იმედის მომცემია, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ესე იგი შემდეგი მთავრობა ქართული ოცნება თუ აიღებს ყველაზე მეტ ხმას, ის ვერ აიღებს 51%, ანუ ეს იქნება იძულებული შევიდეს იმაში კოალიციაში ნაციონალურ მოძრაობასთან, რაც იქნება მხოლოდ კარგი. ამ შემთხვევაში. ან დაუშვათ ისეთი ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელი ვერსია, დაუშვათ ისეთი რაღაცა მოხდა, მაგალითად, როგორც ხდება ხოლმე დამატებით ფაქტორების ჩართვა პირიქით აზიანებს მართლ პარტიას, აი როგორც იმაში იყო, როგორც 2003-ში მოხდა. მაშინ ამ შემთხვევაში, შეიძლება ვიარაუდოთ იმაზე, რომ ნაციონალურ მოძრაობას ექნება ყველაზე უფრო მეტი ხმა, ყველაზე მეტი ხმა ის კი არ მოემატებს, ის რასაც აიღებს, ის იქნება30 მეტი, ანუ ეს 25-30 იქნება ყველაზე მეტი, მაშინ ის შექმნის ვიღაცასთან ერთად, ხო? მაგრამ ჯერჯერობით ესეთი თავარი კითხვა, ანუ ესეთი ეგზისტენციალური პოლიტიკური ეგზისტენციალური კითხვა ეს არის, რომ ვინ იქნება ის მეორე, ის მესამე ვინ იქნება, ვისთანაც ერთად გამარჯვებული. ანუ პირველის და მეორეს ადგილებს შეიძლება ვთქვათ, რომ ვიცით. თანმიმდევრობა შეიძლება არა, თანმიმდევრობა შეიძლება არა, ეს ნამდვილად ვიცით პირველი და მეორეს ადგილი, აქ უბრალოდ ლაპარაკია აი მესამე ვინ არის, შეიძლება მესამე თუ არ არის, ყველაზე კარგი ეს არის ამ შემთხვევაში, ხო? ჩვენთვის. ანუ აქ მეტნაკლებად, რაც არის არსებული პოლიტიკური კონjunktურა გამომდინარე, მაგრამ ჩვენთვის თავი კითხვა ეს არის, რომ ვინ არის მესამე თუ მეორე თუ რაღაც, აი ეს არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, ვისთან ერთად შეიქმნება, ვისთან გამარჯვებული პარტია, ვისთან ერთად შექმნის მთავრობას. დიდი მადლობა ბატონო გიგი, ბატონო კობა, დიდი მადლობა. თქვენ ხომ არ დაამატებთ რაღაცას ბოლოს რომ დავასრულოთ ამით. მე დავამატებდი იმას, რომ ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ წელს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას შეიძენს კვლევები, პროგნოზები და უბრალოდ ვისურვებდი სხვა ბერგეთი არანაირი არ გამაჩნია, რომ კვლევები იყოს ბევრი და იყოს ბევრი საჯარო. იმიტომ რომ საჯარო კვლევებზე დისკუსია და მონაცემებზე დამყარებული დისკუსია გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ამორჩეველმა სწორი გადაწყვეტილება მიიღოს და ეს არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება თუ შენარჩუნება გაგრძელდეს, ვიდრე
მოსაზრებებზე და მხოლოდ სურვილებზე დამყარებული. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს კვლევების რაოდენობა, გაიზარდოს დისკუსიების რაოდენობა და შესაბამისად ინფორმირება აუმრჩევლებისა თუ ვის რატომ და როგორ ისე იქნება საჯარო კვლევები იყოს და იყოს კვლევაზე დამყარებული პარტიების მუშაობა და არა დაუშვათ იმაზე, რაღაცა წარმოდგენებზე და მხოლოდ NDS კვლევაზე დამყარებული. საჯაროა, მაგრამ ჩვენც ძალიან საინტერესოა კვლევები და იმედია პარტიები თუ კვლევებს ჩაატარებენ ამ კვლევებს გამოაქვეყნებენ, იმედია NDI-ც და IRI-ც გამგონებიურებს კვლევებით ამ მიმდინარე წელს, იმიტომ რომ ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა სურს და რა უნდათ საქართველოს მოქალაქეებს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის. თეორემა ამით დასრულებულია. ჩვენ უკვე შევხვდებით ხუთშაბათს სხვა სტუმრებით და სხვა თემებით. დიდი მადლობა.